ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ პედაგოგთა, სტუდენტთა და თანამშრომელთა სულის მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი შესრულდა. ღვთისმსახურება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სასულიერო აკადემიაში მოღვაწე მოძღვრებსა და სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელ მსახურებთან ერთად აღასრულა. პანაშვიდს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. მსახურების დასრულების შემდეგ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ტაძარში შეკრებილები დალოცა და ქადაგებით მიმართა. მან გარდაცვლილ პედაგოგთა ღვაწლზე ისაუბრა. მინდა დიდი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო ჩვენი გარდაცვლილი პროფესორ-მასწავლებლების მიმართ, რომელთა ღვაწლიც დიდია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმატებაში. ღმერთმა დაამკვიდროს მათი სულები იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. ასევე მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო სტუდენტების მიმართ, რომლებიც უწმინდესი პატრიარქის მიერ დაარსებულ აკადემიასა და სემინარიაში იღებდნენ განათლებას და დღეს ჩვენს შორის აღარ არიან. ღმერთმა აცხონოს მათი სულები, აღნიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ქადაგებისას. აღსანიშნავია, რომ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ პედაგოგთა და სტუდენტთა მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი ყოველწლიურად სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულდება. თბილისის სასულიერო აკადემია 1988 წელს დაარსდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის უსაკურთხევით და დაწყებული ამ დღიდან ვიდრე დღემდე დამორჩეული ადამიანები ატარებდნენ სალექციო კურსს, პროფესორები, რომლებიც დღეს გარდაცვლილები არიან და მარადისობაში სუფევენ. აი 3 წლის წინ თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ დაადგინა სამეცნიერო საბჭოსთან ერთად, რომ ყოველ წელიწადში ერთხელ მათი სულების მოსახსენებლად გადაიხდება პანაშვიდი. ეს აუცილებელი და ძალიან სასიკეთო რამ გახლავთ. პატრიარქი ილია მეორე ჩვენ ხშირად გვახსენებს, რომ არსებობს სულთა კავშირი და პიროვნებებს ჩვენ გვმართებს ვილოცოთ გარდაცვლილებისას, მით უმეტეს იმ პედაგოგებს, სტუდენტებს, რომლებიც დღემდე მსახურობენ თბილისის სასულიერო აკადემიაში. რა თქმა უნდა, პედაგოგებთან ერთად, გარდაცვლილ პედაგოგებთან, პროფესორებთან ერთად ჩვენ ვიხსენებთ გარდაცვლილ სტუდენტებს, რომლებიც მარადისობაში გადასახლდნენ. მე არ ვისაუბრებ იმაზე, თუ რას ნიშნავს მიცვალებულთათვის, მათი სულებისათვის გადახდილი პანაშვიდი. მაგრამ მე შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რას ნიშნავს ეს იმ ადამიანისათვის, ვინც ახლობელი დაკარგა და ვისთვისაც ფიქრი იმაზე, რომ ეს სამუდამო განშორება არ არის დიდი ნუგეში და დიდი შვება. სწორედ ამას გულისხმობს ეს ყოველწლიური პანაშვიდი, რომელიც გადაიხდება ტაძარში სასულიერო აკადემიის და სემინარიის გარდაცვლილი თანამშრომლებისათვის და მათი ახლობლებისათვის. და აი მე ერთ-ერთი მათგანი ვარ სწორედ, ვინც ამ მდგომარეობიდან გამოიყვანა სწორედ ამ სასწავლებლის კედლებში ყოფნამ. ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი წლიური ღონისძიება, რომელიც ტარდება ასეთი ადამიანებისათვის. აი ეს თანადგომა, რასაც ისინი იღებენ სასულიერო აკადემიაში დასაქმებული სასულიერო პირებისაგან არის ყოველდღიური. და აი ამ რწმენის გარეშე, რომ ისინი ოდესმე შეხვდებიან თავიანთ ძვირფას ადამიანებს, ძალიან ძნელი იქნებოდა მათთვის არსებობის გაგრძელება. და მე ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ზოგადად ჩვენ სასწავლებელს იმისათვის, რომ თუნდაც ეს ყოველწლიური პანაშვიდი ტარდება და იმისათვის, რომ ასეთი ადამიანები ყოველთვის
მისი ყურადღების ქვეშ არიან მოქცეულნი. საოცარია აი ამ გვარების და სახელების კიდევ ერთხელ მოსმენა აქ, ვინც უზარმაზარი სიყვარულით, პროფესიონალიზმით იღვაწა ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის, მომავალი თაობისთვის და დიდი მადლობა აი ამ საქმის მესვეურებს, რამდენი წელია უკვე სიონის საკათედრო ტაძარში მოიხსენიება ეს ადამიანები, რომლებაც მართლა უზარმაზარი ღვაწლი დასდეს მომავალი თაობის აღზრდას. ჩემი ძალიან ბევრი ნაცნობი, მასწავლებელი, ახლობელი იქნა მოხსენიებული დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან, ლიტერატურის ინსტიტუტიდან, მეგობრების, ნაცნობების და ეს ძალიან ამაღელვებელი დღე არის ჩემთვის ნამდვილად. დიდი მადლობა მინდა გადავუხატო პროტოპრესვიტერ მამა გიორგი ზვიადაძეს. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში პროექტ ლეგატოს გამარჯვებულთა კონცერტი გაიმართა. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 47 წლის თავს მიეძღვნა. კონცერტში ნიჭიერთა 10 წლედის საფორტეპიანო და სიმებიანი საკრავების განყოფილების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა. სასულიერო პირმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოს ეკლესიის მეთაურს საიუბილეო თარიღები მიულოცა. სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე პროექტ ლეგატოს მონაწილეებს ფულადი პრემიები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ პროექტი ლეგატო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო მოსწავლეების წახალისებას და ფულადი პრემიებით დასაჩუქრებას. ღონისძიებას ნიჭიერთა 10 წლედის პროფესორ-მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ დღეს განხორციელებული იქნა შემდგომი ღონისძიება კონკურსი, სადაც გამოვლენილი იქნა ნიჭიერი ახალგაზრდები მუსიკოსები. ეს ღონისძიება მიეძღვნა მისი უწმინდესობის აღსაყდრების 47 წლის იუბილეს, რაც ისახავს თავის თავში იმას, რომ იქნას გამოვლენილი საუკეთესო ბავშვები და წახალისებისთვის მათ საპატრიარქოს მხრიდან გადაეცათ ფულადი პრიზები. ზოგადად ეს მეტად მნიშვნელოვანი არის, ჯერ კიდევ ძველი ბერძნები, რომლებიც ბრძენ ხალხად ითვლებიან და იყვნენ მათ მიერ თავიდანვე იყო დაარსებული სკოლები, ისინი დიდ ყურადღებას ანიჭებდნენ კულტურას და ესთეტიკას. არა მხოლოდ ასწავლიდნენ ისინი მათემატიკას და ფილოსოფიას, არამედ ასევე არანაკლებ ყურადღებას უთმობდნენ სწორედ კულტურისა და ესთეტიკის შესწავლას და ჩვენც რა თქმა უნდა გვსურს, რომ ამ საბაზისო სწავლასთან ერთად ხაზი გაესვას ხოლმე კულტურულ ღონისძიებებს, ესთეტიკას, რითიც იხვეწება ადამიანის ფსიქოლოგია, ფსიქიკა და საბოლოო ჯამში სულიერება. პატრიარქის აღსაყდრების დღე ახლოვდება და ამასთან დაკავშირებით ეს პროექტი დავამთხვევით, რომ მიგველოცა პატრიარქისთვის. ეს პროექტი უკვე წელს მეორედ ტარდება. წინა პროექტშიც ბევრი გამარჯვებული იყო და ამ პროექტში 21 მოსწავლე იყო, რომელმაც გაიმარჯვა და დღეს გალა კონცერტზე უკრავენ. მადლობა მინდა გადავუხადო საპატრიარქოს, რომ ესეთი მზრუნველობას იჩენს ჩვენი არაჩვეულებრივი ბავშვების სადმი. ნიჭიერთა 10 წლედი საკმაოდ 90 წელია უკვე საიუბილეო წელიც გქონდა და ბავშვები არიან საოცარი. მე მინდა ქალბატ ანა ჯაღმაიცეს გადავუხადო მადლობა ამ არაჩვეულებრივი პროექტისთვის, ლეგატოსთვის, რომელსაც უკვე მეორეჯერ ატარებს და აჯილდოებს ჩვენი სკოლის მუსიკოსებს.